ორ დაბასთან თამაში ვფიქრობ მაინც წყვილი იყო რაც მივიღეთ 50-50-ზე იყო ორივეს ჰქონდა გასვლის შანსი. მნიშვნელოვანი იყო სახში ჩვენ სტადიონზე რომ მოგებით მოვიგეთ და მოგებით ჩავედით იქ. რაც შეეხება იქ ყაზახეთში თამაშს ძალიან რთული გამოვიდა. ბევრი გულშემატკივარი იყო მოსული და გადავწყვიტეთ იქ კონჩეტევაზე თამაში და გაგვიმართლა. რაც შეეხება ჩემ გოლს ძალიან კაი გოლი გამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ რომ შევძელი გუნდს დავეხმარა. ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარი, რავი, განსაკუთრებულია, მართლა გამორჩეული არის საქართველოში. ყველა თამაშზე არ აქვს მნიშვნელობა სად მივდივართ და სად არის შორს არის არა, ყოველთვის ჩამოდიან, გვერდში გვიდგანან, სახლის თამაშზეც რაც შეეხება სულ დადიან, მათ გვერდში დგომას გვწნობთ და ძალიან გვეხმარებიან, ასე ვთქვათ, მე-12 ფეხბურთელის როლს ასრულებენ ძალიან კარგად. ომონიას რაც შეეხება ძალიან კარგი გუნდი არის, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ გადაულახავი ბარიერი არ არის. ჩვენ ვეცდებით ჩვენი თამაში მოვახვიოთ, ვემზადებით ამ ორ რაუნდიანი დაპირისპირებისთვის და ჯერა რომ გავალთ, შეგვიძლია რომ შარშანდელი რევანში ავიღოთ და დავამარცხოთ. თავამწვრთნელს რაც შეეხება ძალიან კარგი და პროფესიონალი მწვრთნელია, სტადიონს გარეთ არის ძალიან უშუალო ადამიანი, აი მეგობარი, რავი, უშუალო ადამიანია ძალიან და სტადიონზე ითხოვს მაქსიმუმს ყველა ფეხბურთელისგან. არ აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ხარ არ ხარ, ყველასთან აქვს ერთი მიდგომა. ლადოს და ოთოს რაც შეეხება, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთი აკადემია გვაქვს გავლილი და ძალიან მიადვილებს, რა თქმა უნდა, პროცესს როგორც სტადიონზე, ისე სტადიონს გარეთ, როცა ერთად ვართ და ფაქტიურად ერთი ოჯახი ვართ.